მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი ლევან გეგინეიშვილი. მადლობა მობრძანებისათვის. მადლობა მოწვევისათვის. ჩვენი საუბრის თემა იქნება დღეს მოდი ასე დავასახელებ ბედისწერა და პიროვნების თავისუფლება. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ჩვენ შევადარებთ, ესე ვთქვათ, მიუსადეგებთ ქრისტიანულ მოძღვრებას. ამ ჭრილში განვიხილავთ ალბათ უფრო გადაცემის მეორე ნაწილში, მაგრამ ალბათ თავში უნდა ვახსენოთ ის ბევრი მოძღვრება ან ანტიკური, ესე ვთქვათ, ლიტერატურა, სადაც ძირითადად ეს ბედისწერა, ფატალიზმი, ესე ვთქვათ, მიღებული სწავლება ცოდნა იყო. სხვათა შორის არა მარტო მაშინ, არამედ მე ესე ვიტყოდი, რომ დღესაც, აი კომუნისტური ხანის შემდეგაც ძალიან თავი ეჩინა ქრისტიანულ ქვეყნებს გულისხმობდა, არა ქრისტიანულს, არა ქრისტიანულ ქვეყნებში რაღაცა ოკულტიზმმა, გაუთვიცნობიერებელმა. ეს ჩანს რაღაც ასტროლოგიით დაინტერესებაში, თანამედროვე ასტროლოგიას გულისხმობ, რაც თავისთავად ასტრონომია მეცნიერებას არ გულისხმობ. რაღაც ადამიანი ეძებს საკუთარ ბედს, მომავალს და ეს მარტივ გზებს ეძებს. და კიდევ ასე შემდეგ ამ დაინტერესება მაგალითად აღმოსავლური რელიგიებით, თუმცა ესეც არასიღრმისეულად, არა შეიძლება უფრო მეტად აი რაღაცა თითქოს მოდაშია შემოსული. თემსოფლიოში და განსაკუთრებით ახლა მინდა ხაზი გავუსვა პოსტსაბჭოთა ან ქრისტიანულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს. და გაუთვისნობიერებელ ძალიან ბევრი სწავლებები შემოდის. და ადამიანს ძალიან ბევრი რაღაც ისჯერა ის რომ არც იცის, არც მისი საფუძველი და არც შედარება არ შეუძლია ქრისტიანობასთან. ეს ამ ჭრილშიც ალბათ განვიხილავთ და შევეხებით რაღაც გარკვეულწილად ამ აღმოსავლურ რელიგიებსაც და იქ როგორ არის ბედისწერა და კარმა და ასე შემდეგ და შეიძლება რაღაც გარკვეულწილად შევეხოთ და ბოლოს მინდა ვისაუბროთ პიროვნების თავისუფლებაზე ქრისტიანულ ჭრილში, რას ნიშნავს ეს. მაგრამ თავშივე მინდა ვახსენო ერთი პრობლემა წამოჭრა, რომ ცოტა მარტივად გვიყვარს ხოლმე თქმა, მაგალითად ადამიანი თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას, თავის ბედის, ესე ვთქვათ, პიროვნებას სრულიად თავისუფალია და ასე შემდეგ უფალია თავის საკუთარი ნების, მაგრამ ცოტა რთული საკითხები ჩნდება ხოლმე ამასთან დაკავშირებით და რატომ? იმიტომ რომ მაგალითად ადამიანმა სად დაიბადო და როდის და რა გენეტიკა ასატარებდა ამას ვერ ირჩევა. ერთ-ერთ ესე ვთქვათ ღვთისმეტყველს აქვს ეს მოყვანილი თავისუფალი ადამიანი, მაგრამ მაგალითად თუ ყველანი ერთ გემში ვზივართ და მივცურავთ სადღაც იქ ამ გემის შიგნით მოქმედებთ, ჩვენ ამ გემის გარეთ ვერ მოქმედებთ. ეს გემია დედამიწა, ხო? მაგალითად, ან ისე ზოგადად შეიძლება ესეთი მაგალითი იყოს, რომ აი ცხოვრებაში რაღაცა სადღაც მოხდი, ან ისეთ გარემოში გაიზარდე, საიდანაც იმ გარემოში მოქმედებ შენ. მაგალითად, აი ხო შეიძლება ვიღაცას ქონდეს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი, გენეტიკურად ღვთისგან მიმადლებული, ასე ვთქვათ, მაგრამ არ გაიზარდოს იმ გარემოში, სადაც ამ ნიჭის გამოვლენა, აი მაგალითად, კარგი შეიძლება და ასე ვთქვათ, დღეს ფეგბურთი პოპულარულია და ყოველთვის იყო ალბათ, კარგი ფეგბურთელი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ამ გარემოში არ გაიზარდა. შეიძლება ბავშვთა სახლში გაიზარდა, არასდროს არ უტარებიათ ფეგბურთზე, ისე გაიზარდა. ან ბატონყმობის ეპოქაში დაიბადა და მაგალითად ბატონის უნიჭოშვილი დაუშვათ ხატვარი მეცნიერი დადგა და ეს კიდე თოხი ეჭირა მთელი ცხოვრება ხელში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ბედისწერით ხშირად ინტერესდება. და ამიტომ შემოდის ალბათ რაღაც გარკვეული სხვადასხვა რელიგიებიდან ან ფილოსოფიებიდან ეს დამაჯერებლობა ამის, რომ თითქოს ყველაფერი წინასწარ გაწერილი არის. აი მინდა ამ საკითხზე ვიმსჯელოთ. მე ალბათ მსჯელობაში უკვე ქრისტიანულ მსოფლმხედველობას წინ წამოვწევთ და ამ ჭრილში განვიხილავთ ამ საკითხს. მოდი ალბათ ჯერ პირველ რიგში შევეხოთ აი ანტიკურ წერლობაში როგორ იყო ეს განსაზღვრული და ესე ვთქვათ აღმოსავლურ ფილოსოფიებში, რომელიც მერე უკვე რელიგიებათაც იქცა, მაგალითად ბუდიზმი და სხვა. ანტიკური წერლობა ხო ეს არის სულიერი ექსპერიმენტები, ხო, ძიება, ასაც ჩვენს რეალობას უწოდებთ, არა მარტო ფიზიკური რეალობაც არსებობს და აღმოჩნდეს მომერთება ვერძემა, რომ არის ძალიან დიდი უხილავი სამყარო, ეს ფსიქოლოგიის სამყარო, ადამიანის სულის სამყარო, რა არის რისკენ ისწრაფვის ადამიანი, ბედნიერებისკენ ისწრაფვის ადამიანი, მაგრამ აი ხელი მოეცარება ხოლმე. რაღაცა ძალების განიცდის თავის თავში, რომელსაც ვეღარ მართავს უკვე, ან რაღაც მომენტში თუ მიუშვა ამ ძალების მოქმედება თავის თავში უკვე ვეღარ აკონტროლებს და გვაქვს ეგეთი გამოთქვა ქართულში, წერა მაიტანა. წერა მაიტანა ნიშნავს, რომ ამ სტიქიას ვეღარ აკონტროლებს უკვე. იმდენად მიეცა ამ სტიქიას. და ბერძნები ამაზე ფიქრობდნენ და მთელი ეს მათი ლიტერატურა ამის შესახებ არის, ფაქტიურად კვლევა ამაში. იგივე სოფოკლეს ოიდიპოს მეფე რო ავიღოთ, აი თითქოს უწერია ბედის მიხედვით აქ, ხო, რაც არის გარდაუვალობა ის, რომ თავისი დედა უნდა მოიყვანოს ცოლა და მამ უნდა მოკლას. და ესეთი გაურბის კიდეც ამას ყველაფერი შეება და მაინც ეს გამოდის. და მე თვალებსაც ითხრის. აი ამბივალენტური მომენტია, თქოს რატომ უნდა დაითხაროს არა თვალები, რა ვქნა ხა, ესე იყო დაწერილი ჩემთვის და ბედისწერას ხო ვერ გადაუდგებოდი წინ და აი მოხდა და რა ვქნა, ეს ჩემი ბრალი არ არის თითქოს, მაგრამ იბრალებს მაინც.
ესე იგი ნიშნავს რომ ბერძნები არ ურიგდებიან ამას რაღაცა გულის სიღრმეში აქვთ იმის ღრმა რწმენა რომ ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს და არ უნდა იყოს ის ძალები რომლებიც ამ ბედნიერებას ასე რადიკალურად დააბრკოლებენ ამიტომ ეთვალებს ვითხრი ესე იგი მაინც სივრცეს ტოვებ ჩემთვის იმის ფიქრის რომ მე შეიძლება ბედნიერი ყოფილიყავ მე შეიძლება არ წამოვგებულიყავი ასეთ საშინელ რაღაცა ხვედრს ბედს და ჩემზე იყო დამოკიდებული მართლაც რომ შეხედო ხა ოიდიპოსი რატო განიცდის ამ კრახს თავისი სიბრიყოებით მოსდის პრინციპში იმიტომ რომ ჯერთი ორაკულს რო კითხავს ვისი შვილი ვარ ორაკული პასუხებს შენ ცოლად შეერთავ საკუთარ დედას და მოკლავ საკუთარ მამას ანუ არ გასცემს ორაკული პასუხს და ოიდიპოსი უნდა მიხვდარიყო ამას და ეთქვა მე ამას არ გეკითხები შენ მე გეკითხები შენ ვისი შვილი ვარ მე ვარ თუ არა არიან თუ არა კორინთოს მეფე და დედოფალი ჩემი მშობლები ეს კითხე და შენ გემითხარი სხვა რაღაცა მე რო ყოფილიყავი ჭკვიანი ამ ბრძენი მე ხელმეორედ დაგისვავდია შეკითხვას ოიდიპოსმა ეს არ გააკეთა აპრიორი ჩათვალა არასწორად რომ კორინთოს მშობლები კორინთოს დედმამა მისი მშობლები არიან რეალური და სინამდვილეში არ იყვნენ ამიტომ გაშორდა კორინთოს ანუ ბრიყულად შეებრძოლა თავის სუდბედისერას ან მე სხვა მომენტში თუ გინდა დაუსყლდე იმას რომ არ უნდა მოკლა საკუთარი მამა მაშინ არავინ არ უნდა მოკლა რა უნდა ამას არავინს არ მოკლა და მამას არ მოკლა მაგრამ მოკლა მაინც ვიღაც ესე თავის თავში გამოდის რა არის რომ ოიდიპოსის გულში არის რაღაცა გაქაჩვები, რაღაცა ინერციები, მის მიდრეკილებები, რომლებიც მას გონია, რომ თუ ასე მექანიკურად დაუძვრები სიტუაციებს, მე გადავრჩები ცუდი ბედისერაში. არა, შენ ბედისერაში თვითონ ატარებ შენ თავში. ეს უნებები რო არა გაქვს, მოთოკილი, ის რო რიცხვის უნება გაქვს, მაგალითად მოხუცი კაცი არ გაატარე და მოკალი, ხო? ნუ რა არ იცოდი მამა შენი რო იყო, მაგრამ საერთოდ რატო გააკეთეს? გაგეტარებინა, თავმდაბალი ყოფილიყავი, რომ თუ მოიპოვებდი ამ თავმდაბლობას, არც მოკლავდი და ბედისერა არ იმუშავებდა შენზე. ასე ცუდი ძალით. მაგრამ შენ ეს არ დაამარცხე და გონია რომ თავი კუჩი მაქვს. მამა ჩემი ხო კორინთოშია, გამოვედი. მაგრამ შენ თავში ატარებ ამ ბედისერას, შენ თავში ატარებ ცუდ მიდრეკილებებს, რაც ქმნის შენ ბედისერას. მე იგივე რატო გახდა თებეს მეფე, სადაც ცოლად მოიყვანა საკუთარი დედა, რომელიც არ იცოდა. იმიტომ რომ ამბიცია, ხო, რაღაც აი ჩემზე უფროსი ქალია კი ბატონო და რა ხდება თებელები მასახელებები მეფეთ, რატომაც არა, მოდი შევიფერებ ამ ყველაფერს და გავხდები მეფე. არც ვაკვირდები არაფერს ამის მერე, აი ამბიცია ეს დაბრმავება ამბიციით. მაგრამ შემდეგში ფხიზლდება და ხვდება რომ აი ის თვალები რომლებაც ვერ დაინახა მამა, რომ ვერ დაინახა დედა, იმიტომ რომ ეს დაბრმავებული იყო ამბიციით, არც არის ღირსი იყოს. მოდი ამიტომ მოვიძროფ ამ თვალებს, და დავითხრი ამ თვალებს და შინაგანი ხედვით ვიქნები. ჭეშმარიტებით ვიქნები, ხო? აი ტირესიას ეუბნება წინასწარმეტყველი, ეს დღე დაგამხობს და ეს დღე გშობ შენ. რატო გშობს? იმიტომ რომ შენ უკვე აღარ დაიწყებ არსებობას ამ მიწიერი ამბიციებით, ასე ვთქვათ, ეს ტერმინები არ ქონდათ ბერძნებს შეიძლება, მაგრამ ამდაგვარი წარმავალი რაღაცა ამბიციებით, იმ ფასეულობების, როგორ ვთქვათ, ჩახუტებით თუ ჩამღაუჭებით, რომლებიც გიღალატებენ, რომლებიც არ არიან მდგრადი, არა, შენ ამ ფასეულობებით ცხოვრობდი აქამდე, ამიტომაც იმუშავა შენზე ამ ცუდმა ბედისერა. ეს ეხლა დაძლეული გექნება ეს და 6 დღე გშობ შენ. ანუ ახალი ოიდიპოსი დაიბადება, რომელიც უკვე სულიერი თვალით ჭრეტას დაიწყებს და მართლაც ესე არის. ოიდიპოსი კოლონოში უკვე ოიდიპოსი არის, აი განათლებული ადამიანი, რომელიც შინაგანი ხედვა აქვს. ბრმა არის, ბრმა მხედველი არის. სხვები ვერ ხედავენ, ეს კი ხედავს. სხვები რჩევას მასე კითხებიან ბრმას თვალხილულები, იმიტომ რომ ის რაღაც თავისი სულიერი თვალი, ასე ვთქვათ, შინაგანი ხედვით ხედავს. ხო ეს გადალახვა ამ რაღაცა შინაგანი ინერციების, ცუდი ინერციების, ეს არის ბედისერის დამარცხების ვარიანტი, შანსი. ჰერაკლიტე ამბობს, ადამიანის ხასიათია მისი ბედისერაო, მისი დაიმონი, მისი ბედისერა ადამიანის ხასიათიო. გამოიცვლი ხასიათს, ეს დაიმონის ეს ბედისერა შეიცვლება. ევდაიმონი არის ბედნიერება. ევდაიმონია ბერძნებს ესმოდა, თავიდან რომ შეიქმნა ეს ტერმინი, პირდაპირ ნიშნულად ასე ესმოდათ, რომ შენ თუ ხარ ბედნიერი, ანუ შენ გარშემო კეთილი დაიმონები ტრიალებენ. ევდაიმონია. დაიმონი არ იყო ცუდი სიტყვა, ანუ არ ნიშნავდა ბერძნებში დაცემულ ანგელოს, დაიმონი ნიშნავდა რაღაც სულს, რაღაც ღვთიურ სულს. შეიძლება ბოროტი დაიმონის ყოფილიყო, შეიძლება კეთილი დაიმონის ყოფილიყო. ევდაიმონია ნიშნავდა, რომ შენ ისეთ მდგომარეობაში ხარ, რომ შენს გარშემო კეთილი დაიმონები არიან შეკრებილი. აი, შუშანი გზა როგორც არის? როგორ არის? ანუ ანგელოზები შემოიხვია თავის გარშემო და ვარსკენმა კი დემონებიო, ხო? ხო, აი ეს მომენტი. თუ
თუ გადალახე შენში ეს ხასიათი ცუდი მიდრეკილება, მაგრამ ბერძნებს ჰქონდათ რომ შეუძლია მართლა ადამიანს გადალახოს ეს ხასიათი ცუდი მიდრეკილება, რა არის შინაგანი ძალა ადამიანში ეს გააკეთოს და იყო პესიმისტური ხედვებიც ამას და შედარებით ოპტიმისტური ხედვები. ზირთად უფრო პესიმისტური ხედვები იყო, რომ ადამიანს ბედისწერის გადალახვა, დამარცხება არ შეუძლია. იქამდეც რომ ზევსსაც კი არ შეუძლია ეს ბედისწერის დამარცხება. ყოველთვის ცუდი არ იყო ეს, ანუ ყოველთვის ცუდი არ იყო, რომ შენ მაგალითად ანაგკე აუცილებლობა გაჯობებდა. აი შენ იგეგმები გეგმებს აკეთებ აწყობ შენი პატარა ვიწრო ჭკუით და მე ხდება შენ ცხოვრებაში თი რაღაცა რაც განახებს რომ შენი პატარა გეგმები არაფერი არ იყო უფრო დიდი რაღაც ჩანაფიქრებია დიდი საზრისებია სამყაროში რომელსაც შეეხალა შენი პატარა საზრისი მოდი ანაკი აუცილებელი რომ დიდი აუცილებლობა რაღაცა რომ მოხდა დაუშვათ შეიძლება რომ აი ცოლს არ მოვიყვან არასდროს მაგრამ მოვიდა ეს დიდი სიყვარული და ის აორთქლდა ის შენი ის გეგმა რომ არ მოგეყვანა ცოლი ერთი წკიპურით გაუქმდა უკვე იმიტომ რომ ხედავ რომ რაღაც ძალიან სხვანაირი რაღაცა მოხდა შენში ეს არც ელოდი ამას და აი კაცი ჭობდა ღმერთი ცინოდას რომ ამოფთხოლმე ბერძნებსაც ჰქონდა გაგება რომ აი შენი გეგმები შენი ვიწრო ჭკუით მაგრამ ეს გეგმები შეეხლება მე აუცილებლობას და შენ თან აღმოჩნდა რომ კაია რომ შეეხალა აუცილებლობას იმიტომ რომ უფრო ბრძენი გავხდი ამის შედეგად უფრო ფართოდ და ღვთიურად დავინახე სამყარო ვიდრე აქამდე ხედავდი ამიტომ ესეთი ამბივალენტური დამოკიდებულება შეიძლება იყოს. ალბათ რაღაცა ამ შემთხვევაში ღვთისნების გამოძიებასთან გვაქვს საუბარი ადამიანმა მიხვდეს რატო თითქოს რაღაც იძულება ხდება მის ცხოვრებაში მის ნების საწინააღმდეგო ხდება რაღაცები. აი როგორ მაგალითი მინდა მოვიყვანო. ქრისტემ სახარება შეეუბნება მოციქულს, პეტრე მოციქულს ეუბნება რომ სარამი ყავი ჭაბუკ, იქით დადიოდი საერთოდ გინდოდა და როდესაც ანუ ესე იგი აღარ იქნები ჭაბუკ, სხვამან შეგარტყას შენ. ანუ ისევ რიზომ ასევე პავლე მოციქულის ცხოვრებაც, ანუ მოციქულთა ცხოვრებას, ხო ძალიან ბევრ სირთულეებზე გადიოდა. მე ვიტყოდი ასე რომ ძალიან რთულია. ხშირ შემთხვევაში ადამიანმა საკუთარი ნება, აი სხვაგან მაცხვარი ბრძანებს რომ რომელმან უარყოს სული თვისი, ანუ წარიწყმდოს მანაცხონოს იგი, ანუ საკუთარი ნებას ვინც მოიკვეთს, თუმცა ამ შემთხვევაში ნება არ იგულისხმება როგორც ეს მაგალითად დაოიზმში და იმაში გაგებული რომ სულ ესე თქვა იქ ნების მოწყვეტა თითქოს უმოქმედობასთან არის კავშირში უფრო მეტად. პეტრე არ უნდა და კიდეც ხო როგორ არის მე თავდაყირაც კი მოითხოვა რომ თავდაყირე დამკიდეთო ანუ თანამშრომლობს ამასთან. მაგრამ ისე თქვა მინდა აქამდე მისვლა ბევრად რთული პროცესი არის რომ ადამიანმა დატოვოს საკუთარი ასე თქვა პიროვნული მისწრაფებები, სურვილები, ნებები და ასე შემდეგ და ეს უფრო შედეგი იყო, ხო მოციქულთა ბოლო მოღვაწეობის ბოლო პერიოდი შედეგი იყო. კი, მაგრამ ესეც სრულიად ასე თქვა. ხო, რას თქვენებთ ეს აუცილებლობა, სიკეთე რომ გაგდებს აუცილებლობის ველში. ბერძნებსაც ჰქონდათ ეგეთი გააზრება, აი ანტიგონე ავიღოთ მაგალითად. ანტიგონე ხედავს რომ ახან ასე უყვარს თავისი ძმა და ის უკვე შეუძლებელია სხვანაირად მოიქცეს. ის განწირულია რომ მოკლა. იმიტომ რომ სხვანაირად არ დასაბლოს თავისი ძმა, ეს სიყვარული აიძულებს რომ ისე მოიქცეს როგორც იქცევა. ანუ რაღაცა გარკვეული უფრო მაღალი რანგის როგორ თქვა ფატალიზმი არ ქვია მას, მაგრამ აუცილებლობა. ანაგკე არის აუცილებლობა. რაღაცა სიყვარულის ლოგიკას აქვს ის აუცილებლობა რომ ანტიგონე აუცილებლად ასე მოიქცევა. აუცილებლად უარ სიტყვის ამ ჰემონზე ქორწინებაზე, ამ ქვეყნიურ ყველანაირ პერსპექტივაზე, ოღონდ გააკეთებს ამ ინტენსივობა იმ სიყვარულის, რომელიც აქვს და ის განცდა იმისი, რომ ეს უნდა გაკეთდეს, მას აიძულებს, ასე თქვა. ამ იძულებასთან თვითონაც თანამშრომლობს. ღვთისმეტყველებაში ამას ეწოდება, ალბათ საღვთო შენითინება ეწოდება, ასე თქვა. ანუ ესეთი ტერმინია ძველ ქართულში. წმინდანი, როდესაც რაღაცას საკუთარ თავს აიძულებს. კი, სიყვარულის გამო, მაგრამ მაინც ძნელია, ხო? ასე ვთქვათ, დიდ სირთულებზე გადის ეს ქრისტიანული გზა, რაც უფრო მეტად მაღლდება ადამიანის სულებ, მეტი დაბრკოლებები ხდება, მეტი სირთულეები და შეიძლება ადამიანში ბრძოლაც იწყება, რომ რამინ გამეკეთებინა ის რაც შინაგანი ბრძოლა ხშირად იწყება. ამის თქმა მინდა, მაგრამ ეს ადამიანი იტანჯება გარეგნულად. შეიძლება ძალიან ხანახან ტირის ისედაც იტანჯება, ფიზიკურ ტანჯვასაც განიცდის, მაგრამ სიხარულის განიცდის პავლე მოციქული რომ ამბობს, რომ თავის განსაცდელებს რომ ჩამოთვლის და თითქოს არაფერი მაქვს, მაგრამ ყველაფერი მაქვს, იმიტომ რომ შევიძინე, მაგრამ თან ბედნიერია. თან იმიტომ რომ ღმერთთან არის, ღმერთი არის მის გულში. მაგრამ ეს დიდ სირთულეებზე გავიდა. ანუ ეს თქმა მინდა. დადგა ეს საკითხი, ან მე მიყვარს ეს რუსი პოეტი ბარდია, ვლადიმერ ვისოცკი და ესეთი ფრაზა აქვს. Каварен Бог ребром вопрос поставил или. ანუ საკვარია ღმერთიო, საკითხი დაგისვა ასე, ან შუა არ დაგიტოვა. და ეს პრობლემა არის, რომ ხანდახან ძალიან დიდ წმინდანებსაც აქვს დღეს შუშანიკი ამბობს რომ რა გამიკეთა ვარსქენმა იქნებოდი ჩვეულებრივი დედა ვიქნებოდი შვილები მეყოლებოდა ბედნიერი ცოლი ვიქნებოდი ქრისტიანი ქრის და
მაიძულა რომ გამختარიყავი წმინდანი, ასე ვთქვათ. მაიძულა რომ ასე რადიკალურად ყველაფერზე ვარ ვთქვათ, სხვანაირად არ გამოვიდოდა რომ გადამერჩინა მერწმენა და აი ასეთ ველში შემიყვანა და რატო გამიკეთა ეს? თვითონ რაღაც მოთქვამს კიდეც ამას, მაგრამ ამავე დროს გახდა ისეთი რაც გახდა. ეს წმინდი წინასწარმეტყველებთანაც აი ელია წინასწარმეტყველი გემახსოვრებათ თქვენ ის მომენტი, როდესაც სიკვდილი ინადრავა. საიმდენად ესე ვთქვათ გაუჭირდა, ხო? ადამიანს ლიტერატურას ვდავნებ, გავსი მომენტი წერილებით რო აღმოაჩინენ ხოლმე ამას, ხო? აი რუსთაველს აქვს. ტარიელი რო ხედავს ავთანდილი მოვიდა მასთან ამდენი გზა გაია, ამხელა გზა გაიარა, 3 წელი ეძებდა მას და იცის რისთვისაც მოვიდა. და იცის რომ ხა უნდა მოუყვეს ეს ისტორია, ვინ არის თვითონ და ნესტანი როგორ დაკარგა და რაღაც და შეიძლება მოკვდეს ტარიელი რომ ამას ეს რომ მოუყვეს, მაგრამ იცის რომ სხვანაირად არ შეუულია, იმიტომ რომ მაშინ ეს ბიჭი ავთანდილი ვერ ეღირსება თავის სიყვარულს და მისია შეუსრულებელი დარჩება და ასე ამოიოხრებს და ღმერთმა ერთი ვითაც ხონოს თუ მეორე არ გაწიროს. ანუ მე ღმერთმა მე გამწირო, მე უნდა მოუყვე ეს ამბობი და მოუკვდება, მაგრამ ნუ შემდეგ აუცილებლად უნდა გავაკეთო. ამოიოხრასავით, კი ბატონო, ძნელია მისთვის, მაგრამ იცი რომ უნდა გააკეთოს, ან რაღაცა უნდა გააკეთოს. რახან იმ როგორ თქვა, აი ეს სიკეთე, სიქველე გელაპარაკება აი ესეთი იზულებისენით, მაგრამ თან ამ იზულებას მე შენ როგორ მონურად კი არ იღებ, არამედ კი არ თრგუნავს, არამედ იღებ როგორც შენსას. არჩევანს აკეთებ. ანუ აქ ვლინდება ადამიანის პიროვნული თავისუფლება. შეიძლება ასე ითქვას, რომ პიროვნება მაშინ როცა შენ არჩევანს აკეთებ რაღაცა მიზნის გამო. ხო, მაგალითად, ცხოველიც აკეთებს რაღაც გარკვეულწილად არჩევანს. შეიძლება ვთქვათ, რომ ისიც აზროვნებს რაღაც გარკვეულწილად. მაგრამ აი მაგალითად ადამიანი მარხულობს იმ მიზნით, რომ განიხრთოს, ხო, მაგალითად. ცხოველი შეიძლება არ ჭამდეს, იმიტომ რომ რაღაცას განიცდიდეს, მაგრამ მისი მიზანი განხრთობა ხო არ არის? აქ ჩანს შენი პიროვნება, შენ თავს რაღაცას აიძულებ. ანუ უკვე შენ სურვილებზე მაღლადგები და შენი პიროვნება მართალ შევნება. რა თქმა უნდა, აი კანტის იდეაც უბრალოდ ეგ არის, რომ მაშინ გამოჩნდება შენ რომ ნამდვილად თავისუფალი ხარ. როცა რაღაცა ქმედებას, იმიტომ კი არ გააკეთო რომ შენ ქსიაუნებს ეს სიქველე, ან დაუშვათ რაღაცა სხვა მიზანი გაქვს რომ ამ სიქველე ქოლს აქციელს ჩავიდნენ და ხალხი დამაფასებს და უფრო რაღაც სტატუსი ამეწევა საზოგადოებაში. არა, შენ ხედავ ზუსტად იქ გამოჩნდება რომ შენ ნამდვილად ქოლს აქციელს იძენ რომ არავინ არ გიყურებს. არც გინდა ეს გააკეთო სურვილით ასე ვთქვათ, მაგრამ აიძულებ შენ თავს უკანონებს შენს რომ უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ საჭიროა ასე გაკეთება. ეს არის კეთილი ასე გაკეთება და მე უკანონებ ჩემ თავს ამას, რომ აი რახან კატეგორიული იმპერატივი ან მორალური იმპერატივი, მე უნდა გავაკეთო ეს, რაც უნდა იყოს ჩემი სურვილი. და პარადოქსულად ზუსტად ეს მხდის მე თავისუფლებას. ჩვეულებრივ გონებას ეგონოს, რომ თავისუფალი მაშინ როცა ჩემი სურვილის მიხედვით ვისქცევი, მაგრამ კანტი ამას არ ახარ მაშინ ზუსტად თავისუფალი, შეხება სტიქიების ნაწილი ხარ. ეხლა რომ კოკა-კოლას დალევა გინდა და მე ხინკლიშა მოგინდა და რაღაცა და ეს გააკეთე, მე რაღაც კიდე სხვა რაღაც მოგინდა ავიცი რაღაც ფილმის ყურება და გართობა და დადიხარ ასე ამ სხვა სურვილებში, ეს უბრალოდ არ ახარ თავისუფალი და თავისუფალი მაშინ როცა შეგიძლია შენ თავს დაუკანონო ის რაც უნდა გააკეთო. აი იმ დაკანონების პრინციპი კი უნდა იყოს ჭეშმარიტება. კატეგორიული იმპერატივი ამიტომ დაარქვა ჭეშმარიტებას, რომ მე ვიცი ეს უნდა გაკეთდეს და ვარსკვლავი არის ცაზე, ხო, ასე ანათებს. მორალური კანონი ჩემში ისეთივე ყარი არის და ისეთივე აღმოსაჩენი და არა ჩემი მოგონილი, როგორც ციტმოჭედილი ვარსკვლავით მოჭედილი ცა არის, არ არის ჩემი მოგონილი, უყურებ და ესეთი კონფიგურაციები ვარსკვლავზე ასე ანათებენ. ასე მე უნდა აღმოაჩინო ეს ჩემი შინაგანი ვარსკვლავები, შინაგანი აუცილებლობები და დავიკანონო ეს აუცილებლობები და მაშინ მე ვხდები თავისუფალი, იმიტომ რომ აღარა ვარ ამ სტიქიების მიერ გატაცებული როგორც ბუმბული. მე უკვე მდგრადი ვარ, ასე ვთქვათ, ჩემს საკუთარ შეგნებაში, ჩემს თვითდაკანონებაში სიკეთის. ესე რა ლიტერატურაზე რადგან საუბრობთ, მარტოობისას წელიწადი რო არის. წიგნი იქ არის. იქაც ხო თითქოს ბედისწერა არის, რომ ეს ოჯახი განცდებული. ბედისწერა არის. თლიანად თავიდან ბოლომდე. სულ ტრიალებს და ტრიალებს. ეს არ იცვლება. ყველა ესე იგი მისი შთამომავლობაში არც ერთი ადამიანი არ ჩანს ისეთი, რომელიც ეხლა თქვენ პიროვნულ თავისუფლებაზე, რომელიც აი თავის ნებას შეეწინა ამ. გამოსყიდვა არ არის ამ ნაწარმოებაში. აბსოლუტურად არის. ყველა მიდის უარეს გზაზე და ფაქტურად თავიდანვე ხვდები, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ისტორია. აი რახან პიროვნულ თავისუფლებაში თავისუფლება მოაქვს, ესე იგი პიროვნულ არჩევანს, როცა შენ თავს რაღაცას აი ნებებს ისე უარს ამბობ. აქედან იწყება თავისუფლება. ხო და ხო გადალახვა. იმიტომ სხვანაირად მართლა ან არის. ანის დაგამარცხებს, ან შედამარცხებს, ხო? როგორ არის მაგალითად აი მედიაში არის ძალიან კარგი. მედიას თავიდან ელაპარაკება ეს თავისი გონება თუ სინდისი თუ საზოგადოებას მის ხმას ესმის, რომ ნუ არ გააკეთო ეს რაც უნდა გააკეთო და
რაღაცა ბრძოლა არის თავიდან მედიაში, მაგრამ მე როგორც კი გადაწყვეტს და როგორც კი მიეცემა მთლიანად ამ სტიქია შურიზიების, მე ვეღარ აჩერებ საკუთარ თავს და რას ვაკეთებ, თვითონ უკვირს, რომ ეს რა არის, რა გავხდი. ალბათ ყველაზე უფრო სრულყოფილად ამის შესახებ, ამ თავისუფლების შესახებ მაინც ქრისტიანობამ გამოთქვა, იმიტომ რომ პიროვნებაზეც ყველაზე სრულყოფილად ქრისტიანობამ იმსჯელა და მოიტანა ის ცოდნა კაცობრიობაში, მე ესე ვიტყოდი. იმიტომ რომ აი მაგალითად აღმოსავლური რელიგიები თავში რო ახსენეთ და ცირად შევეხოთ, აი მაგალითად დაოიზმშიც არის ხო რაღაცა დაო შემოქმედის შესახებ სჯელობა, ნეტარი მდგომარეობა, ცოდვების უარის თქმა, დუმარება, თავდაბლება, ასე შემდეგ, ბევრი, მაგრამ აი ბევრი რაღაცები მე ჩანს რომ ჭეშმარიტების მორცვლები ყველგან არის, მაგრამ სადღაც მაინც იჭედება ეს, ასე ვთქვათ რა, ეს ამ ტერმინს ვიხმარ. მაგალითად მტრის სიყვარულზეც არის იქ საუბარი, მაგრამ მტრის სიყვარულზე იმიტომ არის რომ ფაქტობრივად დაუიზმის რომ მტერი არ არსებობს, რაღაც აქამდე მიდის. და ქრისტიანობაში ღმერთი პიროვნება არის. და ბოროტებას არსება არ გააჩნია, მაგრამ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ ღვთისნაკლებობა, ანუ პიროვნული არჩევანი, ასე ვთქვათ, ბოროტება და აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ არსებობს ხო. ამიტომ ყველაზე უფრო კავშირად გამოთქვა, რა ხომ პიროვნული ღმერთი არსებობს და მასთან კავშირს ადამიანისთვის მოაქვს თავისუფლება, ჭეშმარიტად თავისუფლება. ალბათ ყველაზე და პიროვნებაც, ამიტომ ყველაზე კარგად პიროვნება არის ღმერთი და მის თავის ხატად შექმნილი ადამიანი და ყველაზე ალბათ უფრო ადამიანში საღვთო თვისება არის პიროვნულობა, თავისუფლება. ბევრი საღვთო თვისებას ასახელებენ მამები, სხვადასხვა მამები, სხვადასხვა ასახელებენ და ზოგიერთი რამდენიმეს ერთად, მაგრამ ყველაზე უფრო მკაფიო ალბათ თავისუფალინება არის, პიროვნული არჩევანი. ხატება ღვთის, ისევ ქრისტიანობას რო დაუბრუნდეთ. აი, რახან შევეხეთ ამ პიროვნულობას, ხომ არ განსაზღვროთ პიროვნულობა რას წარმოადგენს, პიროვნება რას წარმოადგენს და თავისუფალება კიდევ უფრო მეტად ქრისტიანულ ჭრილში, ასე ვთქვათ. ქრისტიანობა უფრო, როგორ ვთქვა, მეტაფიზიკური თუ აი შეფასება მისცა გამოცხადებული ჭეშმარიტების შუქზე ამ მდგომარეობას ადამიანის რომ ჩვენთვის ცუდის გაკეთება უფრო ადვილია ვიდრე კარგის. სიზარმაც უფრო ადვილია ვიდრე ბეჯითობა დაუშვათ ხო რაღაცა ერთგულება უფრო ძნელია ვიდრე ღალატი და ასე შემდეგ. რაღაცა რატო არის, რატო გაქვს მიდრეკილება აქეთკენ ცუდისკენ და ვერძებთან ეს მიღებული იყო რომ ეგრე არის, ეგეთი მდგომარეობა კაცობრიობის არ უყურებდა ამას როგორც რაღაც დრამას და კატასტროფას. ქრისტიანობაში ეს დრამა არის, რომ ჩამოვარდნილია უკვე ადამიანი რა. ეს ბუნებრივი მდგომარეობა კი არ არის ადამიანის ასეთი, ადამიანი ასეთი კი არ უნდა იყოს. ანუ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა დაცემის მერე და ამიტომ არის ასე ვთქვათ წაღებული ამ სხვადასხვა სტიქიებით, ცოდვას რასაც ეძახის პავლე ერთ სიტყვას, მხოლობიჩი ცოდვა. ანუ ცოდვის გავლენის ქვეშაა მთელი კაცობრიობა. არ აქვს მნიშვნელობა პლატონი იქნება თუ ბუდა იქნება, ისინიც კი ცოდვის გავლენის ქვეშ არიან. კი აჩერებენ კაი ადამიანები ამ ცოდვას, მაგრამ მთლიანად განკურნება მისი არ შეუძლიათ. ამიტომ ქრისტიანობა ასწავლის ქრისტეს განკაცების აუცილებლობას, ზოგადკაცობრივულ აუცილებლობას. შანსი იმისი, რომ ქრისტეს გარეშე შენ გამოასწორე ეს მდგომარეობა არ არის. ამიტომ დაჭირდა თვითონ შემქმნელს მთელი სამყაროსი ერთადერთი თავისი ძის შვილის გამოშვება ეს სამყაროში გადარჩენილიყო სოფელი სამყარო. მაგრამ ცდელობები და ხედვები ეს იმათთანაც იყო, ვისაც ეს გამოცხადებული ჭეშმარიტების შეფასება ადამიანის მდგომარეობის არ ქონდა. პლატონსაც, არისტოტელესაც ისინი ფიქრობდნენ, რომ რითი გადავლახოთ ეს მიდრეკილებები, ცუდი მიდრეკილებები, რა არის ეს ჩვენში ჩაბუდებული რაღაცა ეს სისუსტეები, როგორ უნდა დაუძლიოთ. პლატონს ქონდა თავისი ხედვა, რომ აი გარკვეული ტრფიალების გათავისუფლებით საკუთარ თავში ჭეშმარიტების მიმართ და თუ ეს ტრფიალება ჭეშმარიტების მიმართ გახდება მთავარი პრინციპი შენში, მაშინ ყველა სხვა პრინციპს ეს დაიმორჩილებს. მათ შორის ამ ცოდვილ გაქაჩვებსაც, ცოდვილ ეროსებსაც, ასე ვთქვათ, მთავარი ეროსი ჭეშმარიტების მიმართ. ესეთი ოცნება ქონდა პლატონს, როგორც ქრისტიანობა ავგუსტინე ამბობს, რომ აი ასე ლამაზად ოცნებობდაო პლატონიო, მაგრამ ეს ოცნება იყო. იგივე ორიგენე ამბობს, აი პლატონის არისტოტელეც ოცნებობდნენ აი ესეთ მდგომარეობაზე, როცა შენ გადალახული გაქვს ეს ნეტარი ხარ თითქოს და გადალახული გაქვს ეს ცუდი მიდრეკილებები და პირიქით კარგი მისწრაფება გაქვს, გამეფებული მის ნაცვლად. ორიგენე ამბობდა ეს ოცნება იყო, ეს განახორციელა მარტო ქრისტემო. თითქოს ფილოსოფოსები ელოდებოდნენ ამას, ოცნებოდნენ იმაზე, რაც მერე რეალობა გახდა. ანუ ქრისტემ გახადა რეალობა, ის რომ შეიძლება რეალურად ბედნიერი იყო, ანუ კარგის კეთება შენი გათავისებული იყოს და სიამოვნებას კიდეც მისი მადლით. ხო, ეს მანამდე არის. არისტოტელე ფიქრობდა უფრო აი სახელმწიფოებრიობის მიხედვით, აი ქალაქი
თუ იქნება კეთილზნეობაზე დაფუძნებული და კარგი კანონებზე, მთელი ქალაქი თუ ამ კანონების მიმდევარი იქნება, შენ ჩაერთვები ამ საერთო ფერხულში და აი მთელი ცხოვრების მანძილზე რომ გაგმოგიმუშავდება ამ ქალაქში ცხოვრების კეთილი ჩვევები, გადალახავ ამ აკრასიას, ანუ სისუსტეს, ნების სისუსტეს, რომელიც მიდრეკილია ბროტისკენ და ცუდისკენ. მაგრამ აი ქრისტიანობა ამბობს, რომ ეს ქალაქიც კი არ გიშველის, ქალაქის ეს გუგუნიც კი კეთილი წესების შესრულების ჩვეულებაც კი არ გიშველის. ნუ ეს ჩაბუდებული ცოდვა მაინც თავს იჩენს. იგივე რა ვიღოთ მაგალითად მედეაზე ლაპარაკობდი. მედეას ქალაქი ურჩევს ეს ქორო ქალაქის, რომ არ გააკეთო ეს მიანდა ღმერთებს ეს საკითხი დაუშვათ, რომ შურისძიება შენ უზრუნველი იყავი შურისძიებისგან, თავისუფალი იყავი. ღმერთებმა ხო უკეთესად იციან რა გაკეთა იასონმა. ხო ისინი დაჟია, შენ რატო იღებ? შენ ამ საჯელს შენს თავზე. ზეცას მიანდა, ზეცა მოგიფონებს, ასე ვთქვათ. მაგრამ აი თითქოს ქალაქი საზოგადოება ურჩევს მას, აი ქალაქის კულტურა ურჩევს, შექმნილი კაცობრიული კულტურა ურჩევს მედეას, რომ არ მიეცი ამ სტიქიურ ძალებს. მაგრამ კულტურაც არ არის საკმარისი, აი ის ადამიანური შექმნილი კულტურა. ეს სტიქიურ ძალები მაინც იმარჯვებენ მედეას და კატასტროფით თავდება ყველაფერი, აი. ქრისტიანობა ამბობს, ხო აი არც ადამიანური მოფიქრებული კანონები, კულტურა, მორალი არ გიშველის, აი შინაგანი დიდი გარდაქმნა, ონტოლოგიური, ასე ვთქვათ, ცვლილება უნდა მოხდეს ადამიანში, რომ ის მართლა თავისუფალი გახდეს. ამიტომ არის ეს ალტერნატივა ქრისტესი, რომ შენ რეალური თავისუფლების სჭირდება ცოდვის თვის ჯვარცმა. ჯვარცმის გარეშე კი არ არის თავისუფლება ამ გაგები. პავლე როგორც ამბობს. ხო არ გიფიქრეთ იმაზე საკითხთან დაკავშირებით, რომ აი ხშირად ისმება ხოლმე რომ ღვთისნებით ხდება ყველაფერი, მაგრამ ღვთისმეტყველებაში განსაზღვრულია ღვთისნების რამდენიმე კატეგორია. შეიძლება ესე რომ დავყოთ კატეგორიებად, ერთი არის რაც ვახსენეთ ზეგან, აი თავში რომ ვახსენე ჯერჩინებით, ანუ წმინდანი რომ თვითონ ირჩევს ამას და საკუთარი ნებით, მაგრამ მებრძვის საკუთარ ნებებს უჭირს, მაგრამ მაინც სიხარულს განიცდის, იმიტომ რომ ღმერთთან ურთიერთობა აქვს. არსებობს ესეთი ტერმინი განსწავლენ, მასწავლებელი როცა არის ღმერთი, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი თვითონ ვერ ხვდება რაიმე ცოდვაში ცხოვრობს, ღმერთი ერევა ჩვენს ცხოვრებაში ამ გაგებით, ანუ თავისუფლებას არ ზღუდავს, თავისუფლებას არ ზღუდავს, მაგრამ რაღაცა განსაცდელს უშვებს, აი დაშვებას რო ეძახთ ჩვენზე, რომ ჩვენ დაგვაფიქროს რომ რას ვაკეთებთ, რამეს არასწორად ხო არ ვაკეთებთ. არსებობს კიდე ესეთი ტერმინი განწერვა. აი, როდესაც იქიდან გამომდინარეობს, იმ პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ ღმერთი ჩვენ თავისუფალ ნებას არ ზღუდავს და არ ერევას თავისუფალ არჩევანში, როდესაც ადამიანს სრულად, ესე იგი, ყველანაირი საშუალება, ასე ვთქვათ, ნახმარი და ის არ დადგება ღვთის გზაზე და განწირვეთი უნება მიუშვებს თითქოს ყველაფერი მის ცხოვრებაში რაღაც ეტაპამდე კარგად ხდება, კარგად მიდის, მაგრამ უკან და უკან მიდის სულიერ თვალსაზრისით, ანუ ცოდვებში იძირება და მე შეიძლება განსაცდელებიც მოვიდეს. აი მაგალითად ძველ აღთქმაში არის ერთი ესეთი ადგილი იმის რა ქვია ეგვიპტის ფარაონზე რო არის მოსესთან დაკავშირებით, მოსეს ისტორიაში გამოსვლაში რო ნახსენები რომ ღმერთმა გაუსასტიკაო გულიო და ესე განმარტავენ მამები რომ ანუ მიუშვა თავის ნებაზე მიუშვა ასე ვთქვათ. გარკვეულწილად ღმერთი ერევა ჩვენ ცხოვრებაში უნდა თავისუფალი ნების შეზღუდვის გარეშე. და როდესაც ჩვენი თავისუფალი არჩევანი ღმერთმა ხო კარგად იცის რომ ჩვენ მომავალშიც ამას არანაირად აღარ შევცვლით, უკვე განწირულ მდგომარეობაში ვარდება ადამიანი, თითქოს ღმერთის მადლი აკლდება მას მიუშვებს. ამას ირჩევს ადამიანი საკუთარი ნებით. რისი თქმა სურს, იცით, რაღაცა განგებულება ღვთის არსებობს ჩვენ ცხოვრებაში. გარკვეულწილად შეიძლება მოქმედებს ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ ამ ხმას უსმენთ, ამას ვადევნებთ თვალყურს, მაგრამ ისიც ღვთის განგებულება, რომ ჩვენ ნებაში არ ერევა და ხანდახან მიგვიშვებს ეს ჩვენ ნებას. დიდი საიდუმლო არის ეს ყველაფერი და ასე მარტივი არ ამაზე ლაპარაკი. გარკვეული აზრით შეიძლება რაღაც დიალექტიკა ამაში, რომ აი უძღების შვილი უფრო ერთგული გახდება მე ვიდრე ეს შვილი დაიყო მამასთან. აი ამას შეიძლება უწოდოთ განსწავლეთ, ანუ ჩავარდა მიუშვა, ჩავარდა განსასწრებლებში. შეიძლება ასე თქვა, პატივისცა, მის ცუდ არჩევანსაც კი მე არ ვამართლებ თვითონ სიცუდეს. მაგრამ პატივს იმას რომ შენ რაღაც აირჩიე შენი თავისუფალნებით. ნუ შენ ექსპერიმენტატორობ რაღაცას. არ ვერევი ამაში. აღმოაჩინე თვითონ და მე მოდი რომ მიხვდები რომ ის რაც შენ აირჩიე რეალურად თვითონ მიხვდები ამას. იმიტომ კი არა ჩემი გეშინია და არ წახვედი. იმიტომ რომ თვითონ მიხვდი რომ რა არარაობა იყო ის ღორების ანუ მომწყებსებდნენ და რაღაცა ისი მეტაფორად შეიძლება ეს ღორების წყემსობა იყოს, ხო? ნუ შენ თვითონ აირჩიე რაღაცა. აუშვათ ხარ უნიჭიერესი მე ვიოლინე შეიძლება გამოდგარიყო შენგან, ხო? და შენ თვითონ აირჩიე რაღაცა ბაზრის ბაიათების სიმღერა.
და გიხარი იქ რო ხარ, თქოს შენ თავისუფალება ეს არის და კი მიგიშვეს, მაგრამ მე რა აღმოჩენ ამ დარე მუსიკა იქარჯობდა ყოფილიყავი, სადაც ძალიან ფაქიზი ჰანგები იყო უფრო და ჩემი სულ შენ მოწოდება ეს იყო ნიჭიას ეს. ხო, მაგრამ აი მე მიქ მივხვდი იმას, ეს არ მომწონს, ცუდი ყოფილა ესა. და მე დავბრუნდი იქ და უკვე შევიტკბე ის რომ აი რა ჩემი ის ყოფილა. მაგრამ მე პატივისა ჩემმა კეთილმა მასწავლებელმა მუსიკის ასე ვთქვა, აი ახან ასე აირჩიე ბაიათები, მე არ დაგაბავ ეხა აქ და არ დაგაკვრევინებ მოცარტს. წადი დაუკარი და თვითონ მივხვდები რომ მოცარტი ჯობია იმას. რაც ამდაგვარი რა ითქოს თავისუფალინება პატივცემულია ადამიანის, მაშინაც კი როცა ის ცუდს ირჩევს. შენ ვერ აიძულებ მას, იმდანაც წმინდა არის თავისუფალი არჩევნის სივრცე ადამიანში, რომ შეიძლება გარკვეული აზრით დაუშვა ის, რომ მან აირჩიოს, აი მიდი გააკეთოს რაც უნდა. ზედმეტად შობელის თუ ჩაერევა ზედმეტად შვილის თავისუფლებაში, ეგეც არ ვარგა. რომ არაძლევს თავს ექსპერიმენტატორის უფლებას. და რაღაც უნდა შეიძლება თავისი გამოსცადოს რაღაც თვითონ ნახოს. რისკია, მაგრამ გაწიოს ეს რისკი. აბა თლიანად ხო არ გადაეფოფრები, არა? თუ გადაეფოფრები, უფრო ცუდ სამსახურს გაუწევ. და თან ისიც არ ვარ ალბათ, რომ ღმერთთან და სიკეთესთან იყო რაღაცა როგორ თქვა, არა კეთილშობილი მიზეზით. აი უფროსი შვილი, რომელიც დარჩა მამასთან. რაღაც არ დარჩა მამასთან მამის სიყვარულის გამო. მამის სიყვარულის გამო, რომ დარჩენილი იყო თავისუფალი ნამდვილი სიყვარულით, მასაც გაუხარდებოდა ძმის დაბრუნება და ის მამასთან გაეგებოდა თავის ძმას. არა? გაბრაზდა ეს მე სულ შენთანა ვარ და რაღაცა ერთი თიკანი არ დამიკალდა აი მოვიდა ესა და იმას სხვა იმას უყრავ ძროხას რა უბედურობა და რაღაც გაბრაზება არ არის მამასთან რეალურად დარჩა მაგრამ სხვა რაღაცის გამო დარჩა ვიდრე ის რისთვისაც უნდა დარჩენილიყო და ის უძღებიშვილი დაბრუნდა ის თლიანად მართლა მამაინცის ვინ არის გაბედა თავისუფლება იცხოვრა თუნდაც წვირი წაიტეხა მაგრამ უფრო გამოცდილი დადგა და სიკეთეც უფრო სხვა დონეზე მიიღო ვიდრე უფროსმა ძმამ ეს არ არის რა თქმა უნდა ცოდვისკენ მოწოდება, მაგრამ ეს არის თავისუფლების დაფასება, ასე ვთქვა, თავისუფლების სივრცის, რა ვიცი, სიწმინდე ამ სივრცის, რაღაც ძალიან მნიშვნელოვნება ამ სივრცის. და ძალიან, როგორ ვთქვა, მარტო სიკეთე ონტოლოგიურად კეთილის კეთება კი არ არის, ეს არის რა თქმა უნდა თავარი და ამისთვის მოგეცა თავისუფლება, რომ ეს აღმოვაჩინოთ. მაგრამ თვითონ ეს თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლებაში მოხდეს სიკეთის არჩევა. აი ხომ ჯელობის მიზნით ვიტყვი მხოლოდ აი ეს რაღაც უფრო რიტორიკულ კითხვას არ უფრო კითხვას დავსვა პირდაპირ გაგებით. აი მაგალითად თქვენ რო ახსენეთ, ეს უძღებიშვილთან შედარება ძალიან კარგი არის, როდესაც ადამიანი თავის თვითონ გამოსდის რაღაცა იმას და მე ხვდება რა დაიდი დაკარგა. ხა სიმბოლურად ღმერთი იგულისხმება და ადამიანი ხო და ღმერთი და კაცობრიობაც ამავე დროს. მაგრამ ხო ხდება ხშირ შემთხვევაში რომ მას რაღაცა ეთვე რო ახსენეთ, რაღაცა მოწოდება აქვს, უფრო დიდი ნიჭი აქვს და რაღაც უფრო დარე საქმეზე ხარჯავს, ასე თქვა ამ თავის ცხოვრების. მაგრამ აი ხშირად იტყვიან ხოლმე ესეთი რა საჭირო დრო საჭირო ადგილას მოხდაო, ასეთ გამოთქმას არსებობს ხო ხალხური ასე თქვა ხალხში. მაგრამ ზოგჯერ რომ ვერ ხვდება. ანუ თითქოს ღმერთი რაღაცა უშლის ხელს ადამიანს, რომ მან თავისი ნიჭი გამოავლინოს. და შეიძლება საბოლოო ჯამში ღმერთმა უფრო დიდ სამსახურში ჩააყენოს. აი შეიძლება მას რაღაც გარკვეული ნიჭები ქონდეს, მინიჭებული ღმერთისაგან და სურვილები, აი ოცნებები შეიძლება ასე დავათქვათ ბავშვობიდან, რომ აი იმას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, მაგრამ არაფერში არ შეეწყოს ხელი და ღმერთ თუ მორწმუნეა. ღვთის გზაზე ისეთი რაღაცა გააკეთებინოს ღმერთმა, ბევრად უფრო დიდი სხვა ადამიანებისთვის შეიძლება კაცობრიობის უფრო დიდ სულიერ სიმაღლეზე აიყვანოს. მაგრამ ეს ხო ტკივილთან გადის, ტკივილის პროცესი. შეიძლება დარწმუნებულად კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნიჭებს შორისაც არის იერარქია და უშუალოდ ახლა თუ ადამიანი მაგალითად არის ეგეთი მარგალიტები იბადებიან და უშუალოდ რაღაცა დარგში სპორტი ავიღოთ თუნდაც ახლა ლეო მესისნაირი ან რა ვიცი ეგეთი ან თუნდაც ჩვენი ხუჩა კვარაცხელიას გავსი ხო იბადებიან რაც შეიძლება ნახევარ საუკუნეში ერთი და ის ვერ ისწავლი რაღაცებს რა მოგეცა ეს ნიჭი და ღვთიური არის ეს მაგრამ ეს ნიჭი არ არის ყველაზე მაღალი ნიჭი ხო არის კიდე რაღაც მორალური პასუხისგებლობები რაღაცა გარკვეული ვალდებულებები არ ვიცი ქრისტიანული მცნებები ეხლა საუკეთესო შემთხვევაში ეს ერთმანეთს არ უპირისპირდება მაგრამ შეიძლება იყოს დაუდგეს ადამიანს არჩევანი რომ გახდეს თუ არა დიდი მუსიკოსი თუ დაუშვათ მოყვას ემსახუროს და რაღაცა და ეს ტრაგიკული არჩევანი დაუდგეს და აირჩიოს ის რომ არა იღუპება ჩემი მეგობარი და ახლა მჭირდება მასთან დარჩენა და რა ვქნა ახლა იმ კონცერტზე ვერ წავალ და თუ ვერ წავალ იმ კონცერტზე მე აღარ დამიზახებენ სხვაგან და არა უშავს თავარია ახლა დავეხმარო შეიძლება ეს არჩევნებიც მოხდეს უკეთესია თუ
დაინდობს ღმერთი და არ დაუყენებს ასტარჩევს, მაგრამ ხდება ხომ ეს სტარჩევი დარწმუნებულია. აი ნოვაკ ჯოკოვიჩზე აი გულშემატკივრო ხოლმე ამ ჩოგბურთელს და მისი მთავარი მიზანდასახულება იყო გაესწრო ნადალისთვის უფრო მეტი დიდი სლემის ტურნირი მოეგო. ნადალი უსწრებდა ერთი რამდენიმე სლემით, ერთი 2 თუ 3 სლემით და კოვიდი იყო ამ დროს და ჯოკოვიჩს ჰქონდა ის რომ არ ვიცი ეს კოვიდის ვაქცინა კარგია თუ არ არის კარგი. მე სხვა ვაქცინების წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ეს კოვიდის კონკრეტული ვაქცინის მიმართ არ მაქვს ჩემი სინდიში არა ვარ დარწმუნებული კარგია თუ ცუდია. ამიტომ მე არ გავიკეთებ ამას. თუ არ გავიკეთებ, მაშინ არის ტურნირებზე არ დაგიშვებ. ნუ დამიშვებთ. ჩემი ოცნება რომ გაუსწრო ნადალს და ყველა დროის ყველაზე დიდი ჩოგბურთელი იყო, ჩაი გადავარდეს ხრამში, არ მინდა, მაგრამ ჩემ სინდის არ უღალატებ. ანუ არ გავიკეთებ ვაქცინას იმის გამო, რომ მე გაუსწრო ნადალს და გავხდე ყველა დროის, ანუ მე ეს უფრო მიღირს მე რომ დავიცვა ჩემი პირადი შეგნება და სინდისი და არ გადავდგა ამის საპირისპირო ნაბიჯი, იმიტომ რაღაცა მოვიპოვა ამის სინდისის საპირისპირო გადავდგა ნაბიჯი, ვერაფერს ვერ მოვიპოვებ. რა სარგებლობა აქვს ადამიანისთვის თელ სამყაროს თუ შეიძენსო თავის სულს თუ დააზიანებსო სულზე ამ ზურფასი არაფერი არ არის აი ეს მომენტი დავინახე აი ეს ამიტომ ხდება ხანდახან რომ არჩევანი დადგება ადამიანის წინაშე ოცნებას გაყვეს თუ უფრო ფუნდამენტური რაღაცა დაიცვას ხანდახან ხდება რაღაც რამდენიმე ნიჭის ერთად გამოვლინებაც აი მაგალითად ანთიმოზევერლის ცხოვრებაში არის რომ არა მარტო კარგი ღვთისმეტყველი იყო ან თარგმნა ფაქტიურად განმანათლებელია ხო ჩემი რუმინელი მეგობარი ბუდაპეშტში მეუბნებოდა რომ ფაქტიურად თანამედროვე რუმინული ენაო შექმნა ერთ-ერთი შემქმნელი იყო ანთიმოზ ივერილიო სტამბარო დაარსა და მისი ქადაგებები იყო რაღაც ახალ რუმინულ ენაზეო და ეს რუმინული ენა მე გახდა ერთ-ერთი შემქმნელი იყო ჩვენი ხო შეიძლება თქვი მოციქულთა სწორი არის ხო შეიძლება კი რა ასე არის და დაზგური საქმე იქნებოდა თუ სხვა თუ სტამბის თუ სხვა და სხვა რამდენიმე შეგვენდა ძალიან ესეთი აბსოლუტური ნიჭი ასე თქვა და ხეზე კვეთა ხატვა ქადაგება და კიდევ ალბათ ბევრი რამ ვინც სწავლობს მის ცხოვრებას გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერეს ეს რაღაც მრავალი ხრივ ნიჭიერი იყო არა მხოლოდ ის რომ სულიერი გამგზნობილი მრავალ ხრივ ნიჭიერი იყო და ამ ნიჭს მოკლედ ის სულიერ ცხოვრებაში ავლენ და ყველა საქმე რასაც ემსახურებოდა ყველა იყო უფრო ზოგად კაცობრიობის ანუ სიკეთის მომტანი და არა მარტო პიროვნული თქვენ რო ახსენეთ ახლა მაგალითად ის ჯოკოვიჩის მაგალითი ის რომ ის ტურნირში წავიდა და ის მისთვის უფრო მეტად უფრო პიროვნული ის იქნებოდა ანუ საკუთარი თავისთვის ანუ ის ოცნების ასრულება წარმატება მაგრამ გრიგოლ ხანძთელის შემთხვევაში მაგალითად მანაც არჩევანი გააკეთო ის რასაც ემსახურებოდა ის ნიჭები რასაც ის უფრო ზოგად კაცობრიობის შეიძლება ესეც ითქვას კი რა თქმა უნდა ამიტომ ალბათ ღმერთმა მხრივ ესეც განუვითარა ის ნიჭების ეხლა საკუთარი შრომის შედეგად ხო არის ახლა დავუშვათ შენ თუ ჩოგბურთში გაქვს ნიჭი ან ფეხბურთში ეს ხო უფრო გარკვეულწილად შენებურია თუმცა იქაც ახლა ამდენი გულშემატკივარია შენიგელის სახელით გამოდიხარ და იქაც მარტო შენი შაკეტილი არ ხარ ახლა ნიჭი თუ გაქვს ქირურგის ნიჭი თუ გაქვს და ისეთი ხელები გაქვს რომ ძალიან კარგი ოპერაცია და სხვა კიდე სხვა ნიჭია რომელიც ადამიანებს ეხმარება რა თქმა უნდა ეს ასე უბრალოდ აქ ლაპარაკია არჩევანზე ჯოკოვიჩისაც რისკი იყო ახლა სადამდე გაგრძელდება ეს კოვიდი კაცშვილმა არ იცის ანუ ის კარგავდა იმ ოცნებას რომ გამختარიყო ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ბავშვობის ოცნება ქონდა ხო და უცებ ეს იფარცხება რა ვქნა ეგრე გამოდის მე ამას ვერ გადავაბიჯებ იმიტომ ვერ გავიკეთებ ვაქცინას კი არა შინია ვაქცინას რა დამაზიანებს ეს კი არ იყო მთავარი მიზეზი არ ვიცი აი არა ჩემი შეგნებაში არ არის ამიტომ რადგან ჩემ შეგნებაში არ არის ამას ჩემ შეგნებას ვერ შევწირავ თუნდაც იმ ჩემ ოცნებას რომ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი დავშერე გარკვეულია სულიერის არჩევა აქვს მატერიალური საპირისპიროდ ჩვენ ვახსენეთ ხა რამდენიმე ესეთი მაგალითი როცა არჩევანის წინაშე დგება ადამიანი თუნდაც საკუთარი ნიჭის და რაღაც საკუთარი პრინციპისგან რწმენიდან გამომდინარე უფრო სწორი იქნება თუ დიდ წმინდანებზე ვისაუბრებ რომელმაც აირჩიეს საკუთარი რაღაცა პიროვნული ნებელობის ესე ვთქვათ საპირისპიროდ სახთონება და კაცობრიობას ემსახურება ადამიანს და ღმერთს და სამშობლოს მაგრამ ხშირად ხო ხდება რომ ადამიანი ზოგჯერ იკარგება ასე ვთქვათ აი მაინც შეიძლება ითქვას რომ არ დადგება ესე ვთქვათ უფრო დიდ საქმეს მაინც ვერ გააკეთებს მაგრამ რაღაც იმ ადგილას ვერ მოხვდა რაც მას ნიჭი ჰქონდა მას ღვთისგან მიეცა აქ ჩდება მე კითხვა აი არსებობს თუ არა ისე და ისე რომ დაუბრუნდეთ რა არის რა განგებულება არის ეს აი მაგალითად თავში რო ვახსენე რომ შეიძლება რაღაც კარგი სპორტს რახან შევეხეთ კარგი სპორტული ნიჭი ჰქონდეს მაგრამ გაიზარდა მაგალითად ისეთ ბავშვთა სახლში გაიზარდა ან ისეთ გაჭირვებაში გაიზარდა რომ მას მის ქალაქში, მის სოფელში არ იყო ეს სპორტული წრე, რომელიც ნიჭის მას შეიძლება აქვს და ჰქონოდა და ამაზე არა და ისე გახდა სტუდენტი, ისე გახდა, ასე ვთქვათ, რომ მას
და მე სხვა გზაზე წავიდა, მაგრამ ხა შეიძლება რომ შევადაროთ, შეიძლება გამხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი. მაგრამ როდესაც სხვა გზა ირჩია, სხვა გზაზე მოუწია, ასე თქვა, წასვლა. აქ შეიძლება კარგი ადამიანი გახდა, მაგრამ შეიძლება იმას ვერ გადაწონეს მისი ცხოვრება. აქ ყველაფერი ჩვენზე არ არის ამიტომ გარკვეულწილად დამოკიდებული და აი აქ ჩნდება კითხვები რა, ამასთან დაკავშირებით ხშირად. რატო დაუშვა უფალმა ის რომ მან მისცა ეს ნიჭი და არ მისცა ის გარემო, სადაც ამ ნიჭის განვითარება შესაძლებელი იქნებოდა მისთვის, მაგრამ ნუ ძალიან დიდი საკითხი არის. თან კაცობრიობაში ვახსენე მაგალითად ეს მარტო პიროვნულ დონეზე კი არ ხდება, ეს სოციალურ დონეზეც ხდება. მაგალითად აი მონათლობა, ფეოდალიზმი ხავს ჩვენი პოეტი გრიგოლ ორბელიანი ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას. ანუ გვარიშვილობა კი არა ზემოდან მოცემული. ნიჭი არის ზემოდან მოცემული. ესე იგი გლეხსაც შეიძლება კონდეს ღვთისგან ნიჭი და დიდგვაროვანსაც და ყველას. ან ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას. გვარიშვილობა ჩვენი კონსტრუქციაა, არა ზეციური და ზეციური არის ნიჭი. და მაგრამ რო გვარიშვილობის გამო ხდება რომ მთელი ეპოქები წავიდა ისე საუკუნეები რომ უამრავი ეს გლეხი იღუპებოდა ამ თავის ნიჭში რომ გამხდარიყო დიდი მეცნიერი, მხატვარი, პოეტი, იმიტომ რომ მას უნდა ემსახურა მისი შრომა არ იყო თავისუფალი და მე თვითონ ეპოქაში მოხდა რაც ქრისტიანული სამართლიანობის შესრულება რომ გათავისუფლდა შრომა და რაც ადამიანი უფრო თავისუფალი გახდა იმ თავის არჩევანში აღარა დამოკიდებული, აღარ უნდა კითხოს ბატონს ეს გოგო მოიყვანოს სულად თუ არ მოიყვანოს, როგორც უბრძანდა ამას მოიყვანოს სულად და სადღა იყო გლეხის რომანტიკული სიყვარული თუ ბატონი გიბრძანდა და ის მოიყვანა. ანუ რაღაცა თავისუფლების დიაპაზონი გაიზარდა კაცობრიობაში, რა დასავლურ ცივილიზაციას აქვს ეს განსაკუთრებით ხო და ეს ძრები, რაღაც სოციოპოლიტიკური ძრები, რაც ფიქრობ, აი ზუსტად სახარებიდან გამომდინარე იყო. სახარება იყო რაღაც გარკვეული ფერმენტი იმისი, რომ მომხდარიყო ეს დიდი სოციოპოლიტიკური ძრები ევროპაში და ჩვენთანაც. აღარ არის ხა ქალის როლი მარტო სახში ყოფნა ან დაუშვა და ვიღაცა დიდგვაროვანია და ამიტომ მას აქვს პერსპექტივა შენაგრა პერსპექტივა. მე პერსპექტივა ყველას აქვს მეტნაკლებად. რა თქმა უნდა, იმასთან შედარებით. რა თქმა უნდა, აბსოლუტური არაფერი არ არის. ბევრი რა დამოკიდებულია მშობელზეც მაგალითად. დაუშვათ მშობელი რო ხედავს რომ ბავშვი ძალიან ნიჭიერია მუსიკაში და ხედავს რომ მუსიკა სკოლაში რო წაიყვანოს, ამისთვის უნდა მსხვერპლად შეწიროს რაღაც თავის ხელფასის დიდი ნაწილი და რაღაცა და სხვა რაღაცები ვერ გააკეთოს თვითონ თავისთვის. მოიკლოს თვითონ. ხო და ასეთი მშობელი გაწირავს თავს და ხანდახან ერთ და დიდი მუსიკოსი შეიძლება დადგეს, იმიტომ რომ მამამისმა ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო მისთვის თავისი პირადი ცხოვრებიდან. ეხლა დიდ სპორტსმენსაც შეიძლება იგი დიდი სპორტსმენი დადგეს, იმიტომ რომ ასე მსხვერპლზე გავიდნენ. პატრონი გამოუჩნდაო რომ იტყვიან, ხო? აი პატრონი გამოუჩნდა, ეს პატრონი არის ის, ვინც დაინახა, დააფასა ნიჭი, შეიყვარა ეს ადამიანი და მისთვის რაღაცა დათმო თავისი და დაუდგა გვერდში. აი ესეთი რაღაცა რა თქმა უნდა, ბევრწილად სხვებზეცაა დამოკიდებული ბავშვის განვითარება იმ ნიჭში, რომელსაც მას აღმოუჩენენ. ალბათ თავარი მიზანი ადამიანისთვის არის რომ ადამიანი ცხონდეს. და ამიტომ ხშირად ახლა ჩვენ ნიჭებზე ვსაუბრობთ ის, მაგრამ ღვთის ნება ჩვენში მოქმედებს, მაინც იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ცხონდეთ. შეიძლება ჩვენი ნიჭები ვერ გამოვლინოთ, შეიძლება თქვენ ბატონყმური პერიოდი ახსენეთ. კი, სოციალური ისიც ძალიან მოქმედებდა. მაგალითად ერთ-ერთ დოსტოევსკის მასში არის წიგნში, რომ დიდგვაროვანი ხატავს და მუსიკაზე უკრავს და შემდეგ ახლა გლეხს მაგისტვის სადეცალას ხატავ. შეიძლება რამდენი იყო, რომელსაც ხატვის ნიჭი ქონოდა, მაგალითად დიდი მხატვარი გამხდარიყო, მაგრამ დილიდან დაგამოდი ყანაში მუშაობა უწევდა. აქედან გამომდინარე საღებავიც არ ქონდა რომ. ანუ სოციალური სტრუქტურა იყო თვითონ არასახარების მიერი. და იგივე გლეხი რო შედის ახლა ეკლესიაში და ფეოდალიზმი და სახარება იხსნება და იკითხულობენ რომ ქრისტე არ არჩევდა შენ შორის და შენსაც არანაკლებ უყვარდა შენ ვიდრე მეორე ხედავ რომ განსხვავება სოციუმში რაც ხდება და ეკლესიაში რაც ხდება. მაგრამ ეკლესია გაძლევს აი ამ განსხვავების რაღაცა დისტანციას რომ განახებს, შენ თვითონ გიჩნდება რაღაც დისკომფორტი, რომ ესე იგი მე არ ცხოვრობ სახარების ცხოვრებას ამ სამყაროში, სადაც ვარ. ამიტომ მიდიოდა კიდეც მონასტრებში, მონასტერში მაინც ვიცხოვრო ქრისტიანული ცხოვრებით და არა ასეთი არაქრისტიანული ვითარებით. სადაც თუმცა ალბათ ეს მე ესე ვიტყვი ქრისტიანი მოძღვრება რაღაც თითქოს ყველა სოციალურ ფენას ერგება, თითქოს ყველა კულტურას, ყველა ქვეყანას და ეტაპობრივად როგორც კი იცვლება ქვეყანაში პოლიტიკური ან რაღაცა ფენობრი ის ქრისტიანული ასეთ საკითხებში ქრისტიანობის ისიც იცვლება, უფრო მსგავსება ალბათ იდეალურს. ქრისტიანობა კი არ ერგება.
ქრისტიანობა არის სკანდალი, ქრისტიანობა ცulis, მაგრამ ერთბაშად ხო არ შეცulis, არა, ერთბაშად ჩაკუჩი უროსავით კი არ გირწყავს თავში. ის რო ხედავს რომ შენ ესეთ მდგომარეობაში ხარ, ოიკონომია ქვია რა, მას რაღაცა ისე განაწილება ცოდნის, რომ ის არ დაზიანდეს. მაგალითად, საქართველოში რომ ნათლობისთვის მოემზადა მთლიერი იუკადრისას მდიდრებმა რომ თავრებმა რომ გლეხებთან როგორ მოვინათლოთ და მდიდრების სანათლო მტკვარზე სხვაგან გააკეთეს. ვერც კი ჩათვალეს ღირსად რომ ამათთან ერთად წყალში როგორ ჩავიდე. დაუშვეს ხო არ იყო ქრისტიანული არა? მაგრამ დაუშვეს ეს იმიტომ რომ უთხრათ ხარ ერთად უნდა მოინათლოთ და რაღაცა იმდენად დიდი განსხვავება იყო მათ შორის მენტალურად რომ საერთოდ აღარ მიიღებდნენ ქრისტიანობას მაშინ. მაგრამ მე ხო გაუქმდა ეს წესი, მე აღარ იყო ეს უკვე ერთად ინათლებოდნენ, აღარ იყო ეს იმ სალკე ნათლობა სალკე. ანუ თანდათანობითობით განათლების შეიძლება ითქვას აი ძველ აღთქმაშიც ესე ხდება თანდათანობით, მე ახალ აღთქმა უფრო აღმატებული მოდის. ბევრი ადამიანი ახალგაზრდები განსაკუთრებით სულ მეკითხოს რომ აი ძველ აღთქმაში რატო არის ესეთი კანონები, ხო ღვთის მიერ დაწესებულია და მოსეს მიერ მიღებული კანონებია და მოქმედებდა იმ საზოგადოებაში რისი მიმღებლობაც ქონდა საზოგადოება. ვერ გაიგებს ხა, კაცრად თუ არ უთხარი. ის ხანერად ვერ გაიგებს იმას მობიერი სიტყვები და რაღაცა მაინც გააკეთებს იმ ცუდს და რომ ეთქვი რომ აი ხა ცხვირში მოგხვდება და დაიჯები და რაღაცა მე შეიძლება გაჩერდეს. ან თუნდაც იმ რეალობას აღწერს ხშირ შემთხვევაში ბიბლია ძველი აღთქმა რაც იყო და იმ რეალობაში ყველაზე საუკეთესო რაც შეიძლება ყოფილიყო ის მიღებაც შეეძლოთ ოპტიმალური ასე ვთქვათ რაც ეკონომია ძალიან აი პატარებაში ხო არ უნდა ხო არ უხსნირო სტეპსელში არ შეყო ლურსმანი იმიტომ რომ იქ ცირკულაცია რაღაც პლუსი მინუს და დენის სისტემას ხო არ უხსნია რა იმიტომ ვერც გაიგებს და მაინც შეყობს ამიტომ და რო უთხრა იქ დრაკონი ცხოვრობს შიგნით და დადებ და გიკვენს და რაღაცა და მოკლავს მაშინ გაიგებს ანუ რაც ხვანით უნდა ელაპარაკო იმ ხურს რომელიც ასე იგებს და არა სხვანაირად ეს ახალ ხმასაც გადმოყვა იმიტომ რომ რა თქმა უნდა ახალი ახმის ასე ვთქვათ კერიგმა ეს ქადაგება არის მობიერება მტრისადმის მტრის სიყვარულიც კი და ვინც თვითონ ვინც გაზიანებს შენ და კლავს იმასაც ლოცავს ქრისტე ჯვრიდან და ეს ამხელა რაღაცა ამხელა სიმაღლეზე აიყვანა მაგრამ როცა კონკრეტულ ფარისეულებს ელაპარაკება ხანდახან იმენით ელაპარაკება რომელსაც გაიგებს აბა რას უზამს იმათ ვინც ძეც არ დაიმდეს და მოკლეს იმიგავში ხო ბოროტებს თავის დააჭრის ხო აი რაც იფიქრეს რომ ეკუთვნოდათ იმას აი ხო ანუ ეს იმაც კაცრ რაღაცასაც ეუნება აი რას ხო იცით რას უზამს აი მოჭრის თავებს დააჭრის და ბოროტად მოკლავს ანუ შენ სხვანაირ ენას ვერ გაიგებ ამიტომ მეგეუნები ამენის ხო ერთ-ერთი מחარებელი წერს ამ შემთხვევაში მე რომ ეს ფარისეულები მიუგებენ რომ ნუ იზამ ამას ნუ იყოფი ამას ესე იგი ხვდებიან რომ მათზე არის საუბარი გაიაზრეს რომ ეს იგავი მე ერთ-ერთი განმარტებელი განმარტოს გაიაზრეს რაზეც საუბრობს მაგრამ მიიყვანა მათი მსჯელობა აქამდე და ეს ხო საერთოდ ძალიან საინტერესო ადგილი არის რომ თვითონ რო ეუნებიან რომ ნუ იზამ ამას ხო რა ამოვარნილია თვითონ ზოგადი ლოგიკიდან რომ მობიერების ქადაგებიდან ამოვარნილი არის თქოს აი დაგჟი კაცობრივის ძველი ახმის ხმა შემოდის ახალ ახმაში მაგრამ იმიტომ რომ იმ კონკრეტულ აუდიტორიაზე კონკრეტულ ყურებს ხანერთ არ ესმის დიახ კაცობრივის სამართლით განასჯევინა თავად თვითონ განსაჯეს ადამიანური სამართლით რომ ისინი სიკვდილის ღირსნი იყვნენ მაგრამ ღვთის განგებული ღვთის სამართალი რამდენად აღმატებული ამაზე მე ის თავად ღმერთმა დაგვანახა ჯვარზე 2 წუთი დაგვრჩა დაახლოებით და დასკვნის სახით რომ შევაჯამოთ მე ვფიქრობ ალბათ პიროვნულ თავისუფლებაზე ისევ რადგან რასაც მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება ქრისტიანულ თავისუფლება ან ქრისტიანულობით გარკვეულ აუცილებლობასთანაა შეკრული აუცილებლობა შენ თუ არ დაამარცხე შენში ეს ცუდი მიდრეკილებები ქრისტეს მადლით მაშინ არ იქნები თავისუფალი და როგორ არის სადაც არის სულიწმინდა იქაა თავისუფლება ხო და ცოდვების შემყარებელ გულში არ იქნება სულიწმინდა ამიტომ თავისუფალიც არ იქნება და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და ამ დროს მნიშვნელოვანია რომ სიკეთესთან იყო თავისუფლად და არა რამე სხვა რამე მიზეზით ვიდრე ეს სიკეთეა რაღაცა როგორ თქვა აი ამიტომაცაა თავისუფალი სივრცის დაფასება ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი თვითონ უნდა იყოს ექსპერიმენტატორობდოს ეს გაბედოს რაღაც გააკეთოს და თვითონ მიხვდეს რატო არის ის უკეთესი და არა სხვა აი რაღაცა დასრულ დონეზე გქონდეს ურთიერთობა სიკეთესთან ალბათ მე ვფიქრობ ეს მაინც ინდივიდუალური არის ყველა ადამიანს საკუთარი გზა აქვს აი ზოგი ხასიათიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად მიდის ამ გამოცდილებამდე ზოგი
სთავში რო ვახსენეთ ის იგავი ზოგი ამ ჭაობში ასე ვთქვათ ცოდებში ჩაძირვის გარეშე ხვდება რა ცოდვის სიმძიმეს ყველას თავისი გზა აქვს ასე ვთქვათ სულიერად განიცდის პავლე რომ ამბობს რომ ყველაფერი გამოცადე და უკეთესი აერჩიე ის არ ამბობს რომ ცოდვაში იმონაწილეო და რაღაცა ნახე განიხილე არ ნიშნავს იმონაწილეო ხო მაშინ შეიძლება მაგრამ განიხილე ანუ ნებისმიერ შემთხვევაში სიკეთესთან უნდა იყო არა როგორც ის უფროსი შვილი მამასთან ვითომ მამასთან რო იყოს იმაში არ იყო და მამისთვისებები მისი არ გამختარა თურმე სიკეთესთან უნდა იყო თავისუფლად ალბათ წეგანაც ვახსენეთ ჩვენ სულ ზევით რომ ძველი აღთმის და მე ახალ აღთმა მოიტანა ძველ აღთმასთან შედარებით უფრო აღმატებული ცოდნა ჭეშმარიტება და პავლე მოციქული რო წერს რომ როგორც ანარეგს ისევ ხედავთ ჩვენ მომავალ ცხოვრებას მეორად მოსვლის შემდეგ კიდე უფრო მეტი ცოდნა მოაქვს ეს ზოგადად კაცობრიობისთვის რომ პიროვნულად ზოგიერთი წმინდა მამა იმდენად რამეს განიცდის რასაც ახლა ზოგადად კაცობრიობისთვის საზოგადო იმ პერიოდში ვერ განიცდის აი პავლეს ამბობს რომ რისგან გაგოთავისუფლა ქრისტემ აი მრჯულის წესებისგან გაგოთავისუფლა ასეთი როგორ თქვა სულმოკლე შიშისგან ღმერთის გაგოთავისუფლა რა ის შიშის გამოვაკეთებ რაღაცას ამ ყველაფერიდან გაგოთავისუფლა დიდი თავისუფლება გვაქვს უკვე მაგრამ ნუ გამოიყენებ ამ თავისუფლებას ხორცელი ნებების მიდევნისთვის, მაგრამ გაქვს ეს თავისუფლება. არ გამოიყენეს თავისუფლება, აი მადლის მიხედვით ცხოვრებისთვის, მოყვასის სიყვარულისთვის, ამ თვისებებისთვის, ნეტარი თვისებებისთვის, რითაც ქრისტე განკაცდა და ამისთვის გაგათავისუფლა. მაგრამ თავისუფლება გაქვს. გაქვს ის ვარიანტი, რაშიც უნდა გამოიყენოს თავისუფლება. ნუ გამოიყენებ სუჩი. მაგრამ თავისუფლება გაქვს, ეს არის ახალ დონეზე ხარ შენ ღმერთთან, ქრისტესთან ერთად. აღარა გაქვს ის მონური შიში. ამიტომ მამას ეძახი. ბავშვს მამის მიმართ მონური შიში არ აქვს. და შენ რომ მამაოჩვენოს ამბო, ეს მონა აღარ ახარ უკვე. მამას უწოდებთ, დიახ. და პავლე მოციქულის ეპისტოლებს თლიანად წითელ ხაზად, აი როგორც გოეთე რო იყენებს ამ წითელ ხაზს ამ ტერმინს, წითელ ხაზად გასდევს ძველი და ახალი აღთმის ურთიერთმიმართების საკითხი, რომ ძველი აღთქმა რო ეს საჭირო აღარ არის, იმიტომ რომ ქრისტემ ჩვენგან გვათავისუფლებს. მე რჯულით მოვკვდი რჯულისთვის, ანუ ძველი აღთმა რჯული თავის თავში მოიცავდა რჯულის მიერ თავის გაუქმებას. და როცა შენ გაუქმება იყო ქრისტეში და როცა ქრისტე მოვიდა და ამის მერე კიდევ რჯულის საქმეებს აკეთებ, ესე იგი რჯულს არ ღვევ შენ, იმიტომ გაუქმებულს ასრულებ. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა ფილოლოგიის დოქტორი ლევან გეგინეიშვილი, დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.